ზაფრანა მეც მაქვს, რა თქმა უნდა, ბაღში და სულ ვგავთ და სათესლეთ ვიყენებ, მაგრამ ასეთი ბუთხუზები ჩემთან არ გამოდის და ეხლა დღეს ვნახე მუხრანის ბაზარში და შემეხარბა და წამოვიხე. ნახე რამ ხელა ყვავილები აქვს. ხელის გულის ხელა ყვავილები აქვს. რა ლამაზია. ასე იყო აცმული. რა თქმა უნდა, მე არ მომინდება ამის მთლად გაურეცხავი, რა ვიცი. ასე ერთ წყალს მაინც გავავლებ. კი წვიმა იყო და სველი იყო, მაგრამ ერთს ასე გავავლებ მაინც და დავაწყობ და გავაშრობ. ასე კუნწულებს პირდაპირ გავავლე. აი ეს. თესლათაც ვინახავთ, რა თქმა უნდა და ყვავილსაც გავაშრობ. აი ნახე. ეხლა მას დავჭრი ასე მაკრატლით, ჩვეულებრივად. ასეთი ლანგრები მაქვს. აი ძველებური ლანგრები. ამ ლანგარზე ვაფარებ ერთ თხელ ქაღალდს. გაზეთის ქაღალდს, იმიტომ რომ ეს ქაღალდი კარგად იშრობს ამ სინესტეს, ეხლა წვიმებია და არ მინდა რომ გამიფუჭდეს. ამას ასე მოვჭრი და ამ ლანგრებზე გავშლი. ამას შევინახავ, რა თქმა უნდა, იმას სათესლეთ. ამას გავაშრობ და გადასარევად ხელით მოიფშნება და უკეთესი სანელებელი რა უნდა იყოს, იმას რომ ყიდიან კაცმარიცის რასტურები. ერთი რომ ზიანი დღე მეტი არ უნდა გაფიცხდება ხელად. აი ასე ვაშრობ. ნახე? ამას ასე გავშლით. ჭრდილში ჯობია გაშრობა, იმიტომ რომ ფერს არ კარგავს. და ერთ მზეს ვაჩვენებთ მაინც, ერთი შეხედვა შევახედებთ, რომ გაიფიცხოს. მე იმ გაფიცხებულს ჩავყრით ქილაში, შუშის ქილაში და შევინახავთ. სულ ესაა მთელი ფილოსოფია. ამისგან რა თქმა უნდა, ამასაც ცალკე გავაშრობთ, ასე ლანგრებზე დავყრი ამასაც და ნახე რამდენი თესლი ამოდის. სულ ყველა თესლი გამოდის მე ასეთი. ამოდის გადასარევად. ისეთი კაი სუნი აქვს, გიჟდები ისე მომწონს. რა კაია. საცივი აგონდება ადამიანს, რომ უყურებს. ამაზე მეც არ დავყრი ახლა ერთ ლანგარს. მაქვს ბევრი, ამიტომ გოგოებსაც დავიხმარ. თლათ მარტო ახლა ამას ვერ ვიზავ, ბევრი მოვიტანე. აი. ბევრია 40 კილოა და 40 კილო ყვავილი ძალიან ბევრია, ბარდნებით მიდგას. ნახე რა კაია. აი. სოფელი არის ფცა. ქარელის რაიონში და იქ თითქმის ყველა ეზოში ეს არის იმ ხალხის მთავარი შემოსავალი. ამით ცხოვრობენ. ამ ყვითელი ყვავილი იქ ყობა კარგად ხარობს, კაკიას ეძახიან თვითონ. და სუნელად ძვირი ღირს სხვათა შორის, იაფი არ არის ამისი ყვავილი. ჩემმა ანაიდამ მითხრა დეზერტირების ბაზარში 100 ლარი ღირს 1 კილო გამშრალიო. მე არასდროს ყვავილად არ გამიყიდია, მაგრამ თესლად კი ვიყენებთ და თესლი გვჭირდება და გთხოვენ გაზაფხულზე და მე ეს კაი თესლები გვაქვს. ყვავილი რომ გაქვს ნანახი და იქიდან იღებ თესლს, ის რა თქმა უნდა გამოვა ისეთი როგორსაც გააშრობ. ზოგიერთი გამოდის ქაჩალს ვეძახით, აი ასეთი, ნახეთ ხელი. ამისგან თესლს არ ავიღებ მაგალითად. რა თქმა უნდა, ბუთხუზა ყვავილიანებს ავარჩევ, აი ასე ბუთხუზებს, უფრო ბუთხუზებს, აი კარგებს ამოვარჩევ. აი ასეთებს, აი. ინდოეთში კი გინახავთ, როგორი სარიტუალო ყვავილია. აი ნახე რა კაი ბუთხუზებია კოკრებით. აი, ნახე რა კარგი. ხელის გულის ხელა ყვავილები აქვს, ამას რაღაცა შავი აქვს გული. მაგრამ ჯამრთელია. ცოტა შეიქცევს ადამიანი თავს თუ არა ახლა მეტი. ეხლა უკვე დადგა ის დრო, რომ ნელ-ნელა შემოდგომის სამზადისი ადამიანმა გასწიოს თესლის გაშრობის, სუნელის შენახვის. მე იმიტომ გამოდის საჭმელის გემრიელი, რომ აი ნახე. ბუნებრივი და კაია. რა თქმა უნდა, სუფთა, ნაყიდი სუნელი, რა ვიცი. კი ბატონო, მაგრამ ჭრდილში დავალაგებთ, ხელად გაშრება. ნახე რამ ხელა.
და რამდენ ყვავილს დაყრის ნახე, ახლა ერთიც არის. ყვავილი ყვავილად, თესლი თესლად გამოვიდა საქმე. ცოტა გავაკაკალებ და გავაშრობ.